ახალი ბრუნდება პირდაპირ ეთერში. ხმაურიანის ხდომა ქუთაისში საკრებულომ ქალაქის ახალი მერი დაამტკიცა ბესიკ ბრეგაძე, თუმცა მის დამტკიცებას წინ შელაპარაკება უძღოდა ერთმანეთს ოპოზიციონერი დეპუტატი მამუკა მღვდელაძე და ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი უკლება დაუპირისპირდა. ოპოზიციის წარმომადგენელმა ოპონენტები ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებაში დაადანაშაულა. ქრისტიან დემოკრატებმა კი ხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ქუთაისში და საქართველოში დღეს არის განწყობა სხვა. დღეს ხალხმა დაუჭირა სხვა ძალას ხარი. დარწმუნებული ვარ, დღეს დამტკიცებული ქალაქის მერი ვერ შეძლებს ეფექტურ თანამშრომლობას ახალ ხელისუფლებასთან. მღვდელაძემ ცადა პროვოკაციების მოწყობა და სხდომის ჩაშლა, რაც არ გამოვიდა და მიიღო ადეკვატური პასუხი ყველა საკითხზე, რომელიც მან წამოაყენა. პირველ რიგში დიდი მადლობა ნდობისთვის და მეორე რიგში ეს მისია არის შესასრულებელი, ისმედები არის გასამართლებელი და ქალაქის წინსვლისთვის, კეთილდღეობისთვის ძალიან ბევრი რამე, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად გასაკეთებელი გვაქვს და ძალიან ბევრი ნაბიჯი გვაქვს გადასადგმელი.